სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით ყველას მეგობრებო, მშვიდობა თქვენ და თქვენ სალს, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, დაგლოცოთ. ესაია 53 თავის გამარტება წმინდა მამების მიხედვით და სწავლებით, გამარტებით. ეს არის მოკლე, ესე თქვა, თავი, აქ სულ არის 12 მუხლი. და სანამ გადავალ, მინდა გითხრათ, რომ არის ეს ერთ-ერთი არხი არის YouTube არხი, სადაც ებრაელი, რომელსაც წამს ქრისტე, აღიარებს მას როგორც მესიად, დადის ისრაელში, აჩერებს ხალხს, ებრაელებს და ესე იგი უკითხავს აი ამ მონაკვეთს, თვითონაც მისცემს და ესე იგი თვითონაც კითხულობენ და მაგრამ ვერ მოდია, ვერ ამბობენ ვერაფერს ებრაელები, იმიტომ რომ ზოგი ამბობს, რომ ეს საერთოდ პირველად მესმისო, ესეთი რაღაცაო. ზოგი ამბობს, რომ არა ეს ქრისტეზე არ არისო, ნათქვამი. მესამე კიდე რაღაცას იგონებს, მეოთხე ეს არისო საერთოდ გამოგონილი და, მოკლედ. მეხუთე ეს სხვაზე ამბობსო, მაგრამ ვიზე სხვაზე ამბობს, რომელ სხვაზე ამბობს, იმიტომ რომ ყველაფერი ზედმიწევნით ახსნულდა დეტალებში გნებავთ, ყველაფერი ახსნულდა ქრისტეზე და აქვე ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ, რომ მთელი საერთოდ ძველი აღთმა მოასწავებს, გნებავთ ხატია, წინახატია ქრისტესი, იმიტომ რომ ყველაფერი მოვლენები ძველ აღთმაში, რაც ხდება, ადამიანები, რაღაც სხვა ვითარება, რაც სიტუაცია, რაც არის, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად მოასწავებს ჩვენ განკაცებულ უფალზე, იესო ქრისტეზე. წმინდა სამების მეორე პირზე, ხო, გნებავთ ჰიპოსტაზზე. იმიტომ რომ ყველაფერი ახსნულდა ქრისტეზე. სად დაიბადა, როდის დაიბადა, როგორ დაიბადა, საწავიდა, რას გადაგებდა, რა სასწაულებს აკეთებდა, როგორ გაყიდეს, რამდენი ვერცხლად, ესე იგი როგორ ადის ჯვარზე, რატომ ადის, რისთვის ადის, როგორ შეურაცხყოფენ, როგორ ესე იგი უტყავენ, როგორ წამების დროს როგორ ესე იგი არაფერს არ ამბობს, ეს ყველაფერი აღწერილია, ძალიან მოკლედ თქვი, ხო, მე მაგალითები მოგიყვანე და ზუსტად ესაიას 53 თავი არის ერთ-ერთი, რომელიც ესე იგი პირდაპირ ამბობს ქრისტეზე, რომ ის არის მესია, ის არის ქრისტე, ის არის რომელსაც აღთმული მესია, ხო? მაგრამ ებრაელებმა იუდევრ ვერ იცნეს და დღესაც, აი თუ იქნება ჩვენი ძმები, ებრაელები დიდი პატივისცემით და სიყვარულით მათ მიმართ, რა თქმა უნდა, უბრალოდ მაინტერესებს თუ ესე იგი ვინმე მოისმეს, მაინტერესებს კომენტარებში რომ დაწეროთ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. და ჩვენ გადავდივართ პირველი მუხლი. უფალო ვინ ერწმუნა ჩვენს ქადაგებას და ვისთვის გამოცხადდა უფლის მკლავი. გესმით, უფლის მკლავი. ესე იგი, ნახეთ, იოანე ოქროპირი ამბობს, წინასწარმეტყველი გულის ტკივილით აღნიშნავს, რომ მცირე რაოდენობამ ირწმუნა ქრისტე, მიუხედავად მისი სასწაულებისა, ხო? და ასეც არის. მკლავი ეს აღნიშნავს ღვთის ძალას, რომელიც ქრისტეშია გამოვლენილი. ანუ ეს წინასწარმეტყველებაა, მეგობრებო, და საერთოდ უნდა ვიცოდეთ, ესაია ეს არის საერთოდ ესაიას მეხუთე სახარებას ეძახიან, ხო, იმიტომ რომ იმდენი წინასწარმეტყველება არის ქრისტეს შესახებ და ქრისტეზე. რომელიც 700 წლით ადრე დაწერა ეს ყველაფერი, წინასწარმეტყველა ქრისტეზე. 700 წლით ადრე, ქრისტემდე, ხო, ქრისტესშობამდე გულისხმობ. ეს წინასწარმეტყველება აღიარებს ებრაელთა უნდობლობას, ასე ვთქვათ, მესიის მიმართ. გესმით, მცირენი იღებენ მას, თუმცა ყველასთვის გამოცხადდა. კირილე ალექსანდრიელი ამბობს, სიტყვები ასახავს მოციქულთა მწუხარებას, რომ მათი ქადაგება ბევრმა არ მიიღო, თუმცა ღვთის ძალა ქრისტეში აშკარად გამოჩნდა. მუხლი მეორე. რადგან აღმოსცენდა ჩვენს წინაშე როგორც ყლორტი და როგორც ფესვი გამომშრალ ქვეყანაზე
არ აქონდა მას სახე და არც დიდება. წმინდა იერონიმე ქრისტე აღმოცენდა, ანუ უბრალო ოჯახში, როგორც მცენარე გამშრალ მიწაზე, ისრაელი სულიერად გამშრალი იყო, გესმით? მისი ადამიანური გარეგნობა უბრალო იყო. არა რაღაც სამეფო და ესე იგი როგორც ებრაელები ელოდებოდნენ, ესე იგი მესია უნდა ყოფილიყო, რატომღაც ესე იგი იმპერატორი და ესე იგი დიდარი და ასე შემდეგ, ხო? ასე ელოდებოდნენ. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ წიგნობრები, ფარისევლები და სადუკეელები სულ დაძდევენ მას და რაღაცა სიტყვაში უნდა ჩაჭრან და ისინი ხა მაგალითად ფარისევლები და სადუკეელები ყოველთვის ესე იგი კონტრასტში იყვნენ ერთმანეთში, მაგრამ ისინი ერთიანდებიან ქრისტეს წინააღმდეგ, რომ ის რაღაცა სიტყვაში გამოიჭირონ ან რაღაცა კანონში ჩაჭრან და მოგონეთ როგორი მარაზმია ხო ბოდიში, როგორ შეიძლება ჩაჭრა სიტყვაში ან გამოიჭირო რამე კანონში ან საქმეში ის ვინც შექმნა ეს სამყარო, ეს ესე იგი არც ერთ ენის ლექსიკონში არ მოიძებნება ესე ვთქვათ ეს სიტყვა, რომ როგორ ღვთის საწინააღმდეგოდ მიდიხარ, ხო? ფესვი ხო გამშრალ მიწაზე ნიშნავს ქალწულობითი დაბადებას, მეგობრებო, ნახეთ, კირილი ალექსანდრიელი როგორ ამბობს, აი ასე. ფესვი გამშრალ მიწაზე ნიშნავს ქალწულობითი დაბადებას. ისრაელის სულიერი სიღარიბიდან ამოვიდა უზენაესი სიმდიდრე. თეოდორიტე კვირელი ამბობს ასე. გამარტავს უბრალოდ რომ ქრისტეს უბრალოება და მარტივი წარმოშობა იყო ნაწილი ღვთის გეგმისა, რათა არ ძალადობით და არამედ სიწმიდით მოიზიდოს ადამიანი. და ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ადამიანები სასწაულს ეძებენ და სასწაულით ესე იგი გზიდან სასწაულის რომ ესე იგი დაინახავენ სასწაულზე მერე უნდა იწმნონ და ესეთი წმენა არ იქნება ძლიერი და მ・ყარი და ის გაქრება. ჩვენ იმიტომ გვწამს ასე თქვა ქრისტე და ვაღიარეთ, ხო, იმიტომ ჩვენ შეგვიყვარდა ისე ჩვენ გვიყვარს და უნდა გვიყვარდეს და ამიტომ და არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ვეძებთ სასწაულებს და ესე იგი გვეშინია რომ იმიტომ მოგწამს რომ ესე იგი მოხდები ჯოჯოხეთს თუ 60-ში და კიდე სხვადასხვა ბევრი მიზეზების გამო. მუხლი მესამე, მეგობრებო. ეხლა ნახეთ უფრო და უფრო რა იქნება. როგორი წინასწარმეტყველება, ხო? 700 წლით ადრე ქრისტეს შობამდე ვიმეორებ. შეურაც მესამე მუხლი შეურაც მყოფილი იყო. გესმით? შეურაც ყოფილი იყო. და უარყოფილი კაცთაგან ტანჯვის კაცი და სენით გამოცდილი. ესე იგი ათანასე დიდი ამბობს რომ ქრისტემ ნებაყოფლობით აიღო ადამიანური სატანჯველები და შეურაცხყოფა, მას ნერწყავდნენ, მას თავში ურტყავდნენ, ესე იგი ხო სახეში ურტყავდნენ და ტანჯვის კაცი, გესმით, რათა ქრისტემ ნებაყოფლობითი აიღო ადამიანური სატანჯველები და შეურაცხყოფა, რატომ იმისთვის რომ გვიხსნას ჩვენ ცოდვებიდან. ჩვენი ცოდვები აიღო ქრისტემ. ქრისტემდე ვიც იყო, ქრისტეს დროს და ქრისტეს შემდეგ. მან აიღო მთელი კაცობრიობის ცოდვები. წარმოიდგინეთ ეს რა არის. მაგრამ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგეთ ჩვენ. ბასილი დიდი ამბობს რომ ტანჯვის კაცი არის მესია, რომელმაც თავის თავზე აიღო ჩვენი ყველა სატანჯველი და ავადმყოფობა. იმისთვის რომ განკურნოს ჩვენ. იოანე დამასკელი უარყოფა კაცთაგან აჩვენებს რომ თავისივე ხალხმა არ მიიღო მესია, მაგრამ სწორედ ამ უარყოფით გახდა საყოფელთაო ხსნა. მეოთხე მუხლი ჭეშმარიტად ჩვენი სენები აიღო მან და ჩვენი ტანჯვები დაიტვირთა. ქრისტე არ დაავადდა საკუთარი ცოდვებით, არც ჰქონდა მას, ასე თქვა, პირადი ცოდვა არ ჰქონდა, არამედ ჩვენი ცოდვების შედეგები, ასე თქვა, დაიღო თავის თავზე.
მეხუთე მუხლი ხოლო იგი ჩვენ გადაცდომების გამო დაიჭრა და ჩვენი უკეთურობების გამო დამსხრა. ანუ ქრისტეს ჭრილობები იყო ჩვენი ცოდვების საფასური, მისმა ტანჯვამ შეიძინა ჩვენი გამართლება. დაიჭრა ეხლა ნიშნავს ეს ჯვარცმას, ხო? ანუ დამსხრა მთელ იმ ტანჯვას, რაც მან გაიარა ჩვენი ცოდვების გამო. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს, მეგობრებო, რომ მისი სისხლით მივიღეთ განკურნება. ფიზიკური ტანჯვა მოიტანა სულიერი კურნება, ხო, ყველა ადამიანებისთვის. მესამე უკაცრავად მეექვსე მუხლი ყველანი ჩვენ როგორც ცხოვრები შევცდით თითოეული თავის გზას მივედით. ანუ რას ნიშნავს ცხოვრები ვართ, რომლებიც დავიკარგეთ ცოდვაში და თითოეული თავისი ნებით შევცდით ღვთის გზიდან. უფალმა ჩვენი ყველას ცოდვები დაადო ესე თქვა ამას ქრისტეს, რომელიც უცოდველი იყო, რათა ჩვენ გაგვწმინდოს და თავისი სისხლით გაწმინდა ჩვენი ცოდვები და ჩვენ ვიცით, რომ მან თავისი სიკვდილით ჯვარზე მოკლა სიკვდილი. სიკვდილი არ არსებობს, ამიტომ არის ჩვენ ქართველებს გვაქვს კარგი სიტყვა, ესე იგი გარდაიცვლები, ანუ ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში, როდესაც გადახვალ. მეშვიდე მუხლი. იგი იწამა და დამდაბლდა და არ გააღო პირი თავისი. გესმით? ქრისტემ შვიდად იტბინა ყველა შეურაცხყოფა და წამება, როგორც უდანაშაულო კრავი. არ გამოთქვა საჩივარს, ხო? არ გამოთქვა საჩივარი. მისი დუმილი სასამართლოზე აჩვენებს, მეგობრებო, რომ მის ნებაყოფლობით მსხვერპლს და მას შეეძლო, რა თქმა უნდა, დაებრუნებინა, მაგრამ არ ხნა, ხო? ანუ როგორც ცხვარი გადიოდა დაკლაზე, ქრისტე უსიტყვოდ, გესმით? უსიტყვოდ მიიღო ჯვარცმა და ცოდვების ჯვარცმა ჩვენი ცოდვების გამო. შემდეგ მერვე მუხლი. მძლავრობით და სასამართლოთი აიყვანეს იგი. ანუ სასამართლო პროცესი მიდიოდა და მძლავრობა აჩვენებს, რომ ქრისტეს ტანჯვის უსამართლობას. ქრისტე დაიჭირეს და განსჯეს უკანონოდ, მაგრამ ეს იყო ღვთის გეგმა ხსნისთვის. მეცხრე მუხლი. მისცეს უღმრთოებთან ერთად საფლავი და მდიდართან თავის სიკვდილში. ნახეთ, ქრისტე ჯვარს ასვეს დამნაშავეთა შორის, მაგრამ დაიგრძალა მდიდარი, ჩვენ ვიცით იოსებ არემათიელის საფლავში, ხო? ეს მდიდარი კაცი იყო. ანუ მისი დაკრძალვა მდიდრის საფლავში აჩვენებს, რომ სიკვდილშიც კი პატივს სცემდნენ ზოგიერთები. მეათე მუხლი. უფალს კი სურდა დაემსხვრა იგი და შენ თხა მას სნეულება. ანუ ღმერთს სურდა არა ქრისტეს ტანჯვა, არამედ ხსნა ადამიანთა, რომელიც ამ გზით მოხდა. ღვთის ნება იყო, რომ ქრისტემ თავისი ტანჯვით, ესე ვთქვათ, მოეხდინათ ჩვენი გამოხსნა. მე-11 მუხლი. თავისი სულის ტანჯვიდან იხილავს და დაძღნდება. ანუ აღდგომის შემდეგ ქრისტე იხილავს თავისი ტანჯვის ნაყოფს გამოხსნილ ადამიანთა. მისი სიკვდილის შემდეგ მოდის დიდება, აღდგომა, ხო? და ხსნა მრავალთათვის. და ბოლო მუხლი მე-12 მეგობრებო, ამიტომ მას ვაჩუქებ წილს დიდებულთა შორის. ესე იგი, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, ქრისტეს დამდაბლების შემდეგ მოდის მისი ამაღლება, მას ენიჭება უმაღლესი დიდება. მისმა დამდაბლებამ, ასე ვთქვათ, მოიტანა უმაღლესი ამაღლება ცაში და მთელ სამყაროში დედამიწაზე. ანუ კირილი ალექსანდრელი ამბობს, რომ ქრისტე იმარჯვებს სიკვდილზე და
ეს თქვათ მარადიულ დიდებას იღებს ღმერთისგან, რადგან თავისი სიცოცხლე შესწირა მრევლის, უკაცრავად მრავალის გამოსახსნელად. მეგობრებო, ეს ძალიან მოკლედ იყო, ძალიან ესე ვთქვათ მცირე, მაგრამ როგორ შეიძლება ამის შემდეგ ესე იგი არ ერწმუნო ის ეს სიტყვები წერია ხო ეს მათაც იციან ბევრმა და მაშინაც მწიგნობრები, რომელიც მართლაც ზედმიწევით ბუკვალურად იცოდნენ ზეპირად, აი ბუკვალურად იცოდნენ სიტყვით რომ მიტყვია ხოლმე ზეპირად, ბუკვალურად იცოდნენ მოსეს 5 წიგნი, მაგრამ ზოგი ალბათ იცოდა კიდევაც რომ ეს ის მესია არის, ხო, ძე ღვთისა, მაგრამ მიდიოდნენ მის წინააღმდეგ და როდესაც შენ იცი რომ ეს ძე ღვთისა არის, ღმერთის ძე არის და დარწმუნებული ხარ ამაში და მიდიხარ მის ესე ვთქვათ პირისპირ, მის საწინააღმდეგოდ, ზუსტად ეს არის მეგობრებო ერთ-ერთი სული წმინდის გმობა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. დიდი მადლობა. გაზიარეთ მეგობრებო ეს ვიდეო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუზიარეთ, რომ მოისმინონ, გაიგონ, ირწმუნონ, რომ ქრისტე არის ის აღთმული მესია, რომელიც ელოდებოდა მთელი ებრაელი ერი და მთელი კაცობრიობა. ის მოვიდა, მაგრამ ვერ ისწრეს ებრაელებმა და ქრისტე ამბობს, მე მოვედი მამა ჩემის სახელით და თქვენ ვერ მიცანით, მაგრამ ჩემს მერე, ჩემს შემდეგ ვიც მოვაო თავისი სახელით იმას იცნობთო და ის იქნება სამწუხაროდ ანტიქრისტე.